საკრებულოს უკვე ყოფილი წევრი დავით გელაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. ის უარყოფს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მასზე ხელისუფლებამ ზეწოლა მოახდინა, რის გამოც მან ჯერ საკრებულოს წევრობაზე თქვა უარი და შემდეგ საქართველოს დატოვა. ის ამბობს, რომ თბილისშია და საკრებულოს წევრობაზე უარისთვის მიზეზი მისი ბიზნესში დაბრუნებაა. პასუხისმგებლობას ავცილები ვარ არაფერი. უბრალოდ ჩემი რაღაც გარკვეული საქმე, რომელიც ეწინააღმდეგება ელემენტარულ კანონმდებლობას, რომ მე ვიყო თან მაჟორიტარი და ელემენტარული წევრი საკრებულოში და ჩემი საქმეს ვაკეთო, იმიტომ რომ არ მინდა რომ სალაპარაკო გახდეს შემდგომში. აკო მე ხიდაშელი არა თავისი ვარაუდებით, რომ სამართალ დამცავების დევნიან და სამართალ დამცავ, ვისაც მისდევს ის დაჭერილია, შემოგეულოს შემეწავ. მაშინ გამგებლობის პერიოდში მოხდებოდა სამოსულობა, გამგებლობა და ეხლა დაიწყეს ზენ თუ შემოწმება შესულა გამგებლობაში და არაფერი და საიდან მოიტანა ეს ვარაუდები თავის. საერთოდ რაღაცა სიტყვას რო იძახის ადამიანი, უნდა იყოს მაშინ გამგებლობაში შესული კომისია, შემოწმება და თქვას რომ გამგებლობიდან რაღაც პრობლემები აქვს, აბა საერთოდ მოიტანა ხო ყველაფერი. ომის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელმა კომისიამ მუშაობა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეწყვიტა, თუმცა ამ დრომდე ომის დროს მიყენებული ზარალის საბოლოო შედეგები დღემდე უცნობია. ამის შესახებ თვეების განმავლობაში არც მთავრობის წევრებს და არც იმ სპეციალურ კომისიას გაუკეთებია განცხადება, ვისაც საბოლოო შედეგები უნდა დაედო. მაესტროსთან საუბარში მინისტრები ადასტურებენ, რომ კომისიამ ნამდვილად დაასრულა მუშაობა, თუმცა შედეგებს დღემდე არ იცნობენ. ერთადერთი რაც მათ ამ კომისიის შესახებ იციან, არის ის, რომ ზარალის დამთვლელი კომისია ეკონომიკის სპეციალისტები არის დაკომპლექტებული. მე არ ვიცი ამის თაობაზე, მე არ მინდა რამე ესეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელიც არ იქნება დაზუსტებული, ამიტომ რაც არ ვიცი ზუსტად იმის თაობაზე ვერ მოგახსენებ. ანუ არც ის არ იცით რატო შეწყვიტა მუშაობა, ხო? არა, მე ის როგორ არ ვიცი, გამოცხადა ამის თაობაზე, შეწყვიტა იმის გამო, რომ დათვლა, რაც უნდა განეხორციელებია იმ ზარალისა, რაც მოგვაყენა რუსეთის აგრესიამ, დამთავრდა. ხა დათვლა განუსაზღვრელი დროით ხო არ გაგრძელდებოდა, ხო? რაღაცა პროცესი იყო, რომელიც როგორც კომისიის მესვეურებმა განაცხადეს, დამთავრდა. საჯაროდ იქნება მაშინ მე უკვე გაგეცით ამის თაობაზე პასუხი, როცა ისინი იქნებიან მზად საჯაროდ ამ ინფორმაციის წარმოსადგენად. წარმოდგენა მექნება, როგორც კი შედეგებს ვნახავ და მე როგორც ვიცი, ამას კომისიის წევრები. ვინ არიან? ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენლები ხო გითხარით? ტელეფონით, იმეილით, ფაქსით, ან პირდაპირ მივედით და დაელაპარაკეთ. თამარ ყოველთვის გამოთქვამს თავის მოსაზრებას, ახლა დათვლას დიდი თავის გართმევა არ უნდა, დათვლა არ არის პრობლემა. მთავარი ამ შემთხვევაში არის, რომ მოსახლეობას დათვლა კი არ უნდა, ემათ უნდა თავიანთი ქონება ან კომპენსაცია. მაგისტრალური გასადენის არასაპრივატიზაციო ობიექტთა სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ეკაბერიძის გადაცემაში ისაუბრა. თარგამაძის თქმით, ხელისუფლება ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებით ვაჭრობას იწყებს. პარლამენტი არასაპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან გასადენის ამოღების საკითხს განიხილავს, თუ საკანონმდებლო ორგანო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი თავისუფლად გაიყიდება. გასადენის ყიდვის მსურველთა სიაში კი რუსული გაზპრომი და ყაზახური ყაზმუნაი გაზი არიან, რომელიც გაზპრომის შვილობილი კომპანიაა. საუბარი არის მაგისტრალურ გასადენზე, რომლის მეშვეობითაც ჩრდილოეთიდან, ანუ რუსეთიდან, სამხრეთის მიმართულებით, ანუ სომხეთის მიმართულებით მიედინება ბუნებრივი აირი. საქართველოს ფუნქცია ამ შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ წარმოადგენთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგოდერეფანის ძალიან მნიშვნელოვან რგოლს. რუსეთი ენერგორესურსებს და ენერგოკომუნიკაციებს იყენებს როგორც პოლიტიკურ იარაღს. თუ კი ეს მაგისტრალური გასადენი გადავიდა პირდაპირ გაზპრომის ან რომელიმე მისი შვილობილი კომპანიის მფლობელობაში, ირანის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურაც მთლიანად ექცევა რუსული გაზის გამონაწილებელ სისტემაში. ევროპა გახდება კიდევ უფრო მეტად ენერგოდამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე და პუტინის გადაწყვეტილებებზე. და ის საითკენაც მიხავს საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს კონკრეტულად გაზპრომისათვის ჩვენი მაგისტრალური გასადენის გადაცემის განზრახვის ან შესაძლებლობის დაშვებით ეს უკავშირდება პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს, ეს უკავშირდება ჩვენი მოკავშირეების დასუსტებას და არა მხოლოდ საქართველოს დასუსტებას, მდინარეობს ჩვენი სტრატეგიული ფუნქციით ვაჭრობა, რაც სრულიად დაუშვებელია ხელისუფლებას. ეს საკითხიც სჭირდება სავაჭროდ, მათ შორის თავის დასავლელ პარტნიორებთან, რომ მას შეუძლია ეს თემა შემოატრიალოს ისე, რომ დასავლეთი დააზარალოს.
გიორგი დემეტრაძისა და დავით გაგნიძის ადვოკატი დაკავებულებისთვის შეფარდებული ორთვიან აღკვეთის ღონისძიებას ასაჩივრებს. სარჩელს ის სააპელაციო სასამართლოში შეიტანს. იგი ზირაქიშვილის აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალდებას არ აღიარებენ. გიორგი დემეტრაძე ბრალი ქურდული სამყაროს მიმდევრობისთვის აქვს აყენებული. დავით გაგნიძეს კი ქურდული სამყაროს მიმდევრობისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვისათვის. ცნობილი ფეხბურთელი შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ დააკავა. მასთან ერთად დააკავეს დავით გაგნიძე და კახა მისირელი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია. ასაჩივროთ ბრძანებას სააპელაციო სასამართლოში. საქმის მასალებს არ ვიცნობთ, იმიტომ რომ დღემდე არ მოგვეცა საშუალება რომ ჩავიხედოთ. ეხლაც ველოდებით გამომძიებლის არს, იმიტომ რომ ბრალდებულებმა თვითონ კანონიერად მოითხოვეს საქმის სისხლის სამართლის საქმის მასალების ქსეროასლება. და ხედავთ რომ ველოდებით. არა აღიარებენ. მათ დააფიქსირეს, რომ წარდგენილი ბრალდების არც ერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობენ, კონკრეტულად დემეტრაძე ქურდული სამყაროს წევრობაში და დავით გაგნიძე ქურდული სამყაროს წევრობასა და იარაღის უკანონო ტარებაში. არ ცნობს არც ერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ. სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებები ომბუდსმენის საქმიანობის ოპტიმიზაციას და რეგულირებას ითვალისწინებს. მმართველი გუნდის მტკიცებით ეს ცვლილებები სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამ ცვლილებებით სახალხო დამცველის მოხსენება წელიწადში 2 ნაცვლად ერთხელ მოხდება, თუმცა ამას საპარლამენტო ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მე ვფიქრობ, რომ ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცვლილებები შეეხება ინსტიტუციურ გაძლიერებას სახალხო დამცველის ინსტიტუტის. რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების კრიტიკას, მათ აინტერესებთ არა ინსტიტუციური გაძლიერება, არამედ პოლიტიზირება, უფრო მეტი პოლიტიზირება სახალხო დამცველის ინსტიტუტის. მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკურ ჭრილში დანახული ჩვენი ოპონენტების მიერ დანახული ეს საკითხი. ერთადერთი ცვლილება, რაც ამ კანონპროექტს ჭირდებოდა, ეს იყო ის, რომ სახალხო დამცველი კვარტალში ერთხელ მოსულიყო, სამთოში ერთხელ და უფრო ხშირად მოხდარიყო აქტუალიზაცია არსებული პრობლემების, ეს არ გადადებულიყო ერთი წლით უფრო გვიან. ამიტომ ქართული დასი შეიტანს და დაარეგისტრებს ალტერნატიულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველი 6 თვის დასვათ ერთ წელიწადში კი არ ყოველ სამთოში ერთხელ მობრძანდება, შეწუხდება თვითონაც და შეაწუხებს საავტორო დამცველ ორგანოებსაც და საპარლამენტო უმრავლესობასაც და გააკეთებს ანგარიშს, როგორ იქცელება უხეშად ფეხქვეშ საქართველოში ადამიანის უფლებები.